საღამო მშვიდობისა ბავშვებო, მე ვარ ნინო მარგველაშვილი, დღე 23 და დღეს უნდა წაგიკითხოს ჩემი საყვარელი ავტორის ერიკ კარლის და ილუსტრატორის წიგნი. ძალიან მარტო ციცინათელა. მარტოდ მყოფი ციცინათელა. ეს ერიკ კარლი არის ზუსტად ის ადამიანი, მე ვფიქრობ, რომ ილუსტრაციებით იცნობთ, რომელმაც დაწერა წიგნი ძალიან მშიერი მუხლუხო და კიდევ ძალიან ბრაზიანი გაბრაზებული ჭიამაია, რაც მე წამიკითხავს და კიდევ ბევრი წიგნი აქვს, რა თქმა უნდა. მოკლედ, ნახოთ, როგორი ამბავი არის ძალიან მარტო მყოფ ციცინათელაზე. წიგნი ერიკმა მიუძღვნა ტომ მორისონს და ასეთი წინასიტყვაობა აქვს. ციცინათელები არ არიან უბრალოდ ინგლისურად fireflies ქვია და fly არის ბუზიც ასევე, ხო? არ არიან ბუზები, თუმცა ისინი არიან, მათ აქვთ რბილი სხეული, რომლებიც ხოჭოები არიან სინამდვილეში ციცინათელები. აქვთ ესეთი ნათელი სინათლის გამცემი ორგანო, რომელიც აინთება ჩაქრება ღამღამობით, რომ სხვა ციცინათელები მიიზიდოს. ეს სინათლე არის ცივი ნათება. ანუ სითბოს არ გამოყოფს ეს ნათება, რომელიც მეცნიერებს საკმაოდ აბნევთ ხოლმე, რომ როგორ ხდება ისე, რომ ანათებს მალე სითბოს არ გვაძლევს. დაახლოებით 2000-მდე ციცინათელის სახეობა არსებობს მთელს მსოფლიოში, სადაც 50 სახეობა მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში არის. დავიწყეთ. მზე რომ ჩავიდა, პატარა ციცინათელა დაიბადა. გააშალა ფრთები და დაბნელებულ ცაში აფრინდა. ეს მარტოდ მყოფი ციცინათელა იყო და ანათებდა თავის სინათლეს, რომ სხვა ციცინათელები მოეძებნა. ციცინათელამ დაინახა სინათლე და ამ სინათლისკენ გაფრინდა. მაგრამ ეს არ იყო სხვა ციცინათელა. ეს იყო ნათურა, რომელიც ღამით ანათებდა. გესმის ეს ხმა? სახლში ადამიანები ერთმანეთს ესაუბრებენ. ციცინათელამ სინათლე დაინახა და მისკენ გაფრინდა. მაგრამ ეს არ იყო სხვა ციცინათელა. ეს იყო სანთელი, რომელიც ღამით ბჟუტავდა. რა ხდება? ციცინათელამ სინათლე დაინახა და გაფრინდა სინათლისკენ, მაგრამ არც ეს არ იყო სხვა ციცინათელა. ეს იყო ფანრის კაშკაშა სინათლე, რომელიც ღამეს ანათებდა. შუმად იყავით მანდ. ციცინათელამ დაინახა სინათლე და მისკენ გაფრინდა, მაგრამ არც ეს არ იყო სხვა ციცინათელა. ეს იყო ლამპარი, რომელიც ასხივებდა სინათლეს ღამე. რა არის? ჰეი, ნუ ჩხუბობთ! ციცინათელამ დაინახა რამდენიმე სხვადასხვა სინათლე და მათკენ გაფრინდა, მაგრამ არც ესენი იყვნენ სხვა ციცინათელები. იყო ძაღლი და კატა რომელთა თვალებით სინათლეს ირეკლავდნენ. ციცინათელამ დაინახა კიდევ სინათლე და გაფრინდა მისკენ, მაგრამ ეს არ იყო სხვა ციცინათელა. ეს მანქანის ფარები იყო, რომელიც პროჟექტორივით ანათებდა მთელს ღამეს. შეხედე,
ვაუ! რა ლამაზია! ციცინათელამ დაინახა ბევრი სინათლე და მათკენ გაფრინდა. მაგრამ ესენი არ იყვნენ სხვა ციცინათელები. ეს იყო ფეიერვერკები, რომლებიც ბზინავდნენ, ბრწყინავდნენ, ანათებდნენ ღამით. როდესაც ყველაფერი დაწყნარდა, მიჩუმდა, ციცინათელა ისევ ღამით აფრინდა ცისკენ და განათება დაიწყო. ცდილობდა, რომ მოეძებნა კიდევ ერთხელ სხვა ციცინათელები. და შემდეგ ძალიან მარტო მყოფმა ციცინათელამ რაღაცა დაინახა. ის, რასაც ეძებდა. დაინახა ციცინათელების ჯგუფი, რომლებიც თავიანთ სინათლეს ანთებდნენ და აკრობდნენ. ბედნიერი, თავისიანები იპოვა. ახლა ციცინათელა აღარ იყო მარტო. დასასრული. ეს იყო და ეს დავასრულეთ დღევანდელი ზღაპარი გისურვებთ ტკბილ, მშვიდ, სათუთ, გემრიელ ძილს და შევხვდებით